გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე და რას იმოქმედებს. წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი, მისი სახელი თქვით გულში და დავიწყოთ თქვენი ადამიანის სიგნიფიკატორი კარტი, ვინ არის ის? და ვინ ხართ თქვენ? ეს საჭიროა იმისთვის, რომ დაასკვნათ ეს ვიდეო გეხებათ თუ არა თქვენ და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს. თქვენი ადამიანი არის მამაცი, მიზანსწრაფული, შეუპოვარი, აქტიური ადამიანი. ის ყოველთვის აღწევს დასახულ მიზნებს და მუდმივად არის მოქმედებაში. შეიძლება ბევრს მგზავრობს, ან მოგზაურობს, არის აქტიური ადამიანი. და ამითი გამოირჩევა. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც გაქვთ უკვე მრავალი მიღწევა, რითიც თქვენ ამაყობთ. თქვენ ხართ ემოციური ამავე დროს და შეიძლება ითქვას, რომ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის მსგავსად თქვენც აღწევთ დასახულ მიზნებს, ოღონდ თქვენთან უფრო მეტად იკვეთება ასეთი რაღაც, რომ თქვენ მიზნებს კი არ ისახავთ, უფრო ოცნებობთ რაღაცას და შემდეგ ეს ოცნებები გესროლდებათ ადრე თუ გვიან. რაღაც დაახლოებით ასეთი არის თქვენ ორივეს აღწერა, თუ დაემთხვა ძვირფასებო, თუ ასეთი ხართ და თქვენი ადამიანიც გავს იმ დახასიათებას, რაც უკვე ვისაუბრე, განაგრძეთ ნახვა. თუ ორივე სრულიად სხვა ტიპაჟები ხართ, რა თქმა უნდა, ასკროლეთ. ვინც დარჩით თქვენთვის, რა არის ახლა თქვენს შორის, თქვენსა და თქვენს ადამიანს შორის. ეს არის საიდუმლო ძვირფასებო, ეს არის რაღაც ისეთი, რასაც თქვენ არ ამხელთ, არც ის ამხელს, არის რაღაც საიდუმლოება თქვენს შორის, არის ფარული ურთიერთობა შეიძლება ითქვას და თქვენ ორივე ცდილობთ, რომ არ ისაუბროთ ამ საკითხზე. კარგით. მინდოდა მეთქვა, რომ რას ფიქრობს მეთქი და თავისით გადმოვარდა არკანი. ესე იგი, ადამიანს სურს აქტიურობა. ნახოთ, რას ფიქრობს ის კონკრეტულად თქვენზე. თქვენი ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ, თქვენზე რას ფიქრობს? მართლაც ფიქრობს ეს ადამიანი ბევრს, გეტყვით ახლა მე გაგეხმოვანებთ. ესე იგი, ადამიანს რაღაც ფინანსებზე ფიქრობს, ძვირფასებო, შესაძლებელია საჩუქარიც იყოს ეს. რატომღაც ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ გესაჭიროებათ რაღაც მატერიალური, იქნება ეს ფინანსები, საჩუქარი, თქვენ ამას იმსახურებთ. ანუ ისე კი არ არის, რომ ითხოვთ, რომ გაჩუქოთ რაიმე, ან გეყიდოთ არამე. არა, უბრალოდ მისი აზრით თქვენ ამას იმსახურებთ. და ის ამაზე ფიქრობს. ამის გარდა კიდევ რაზე ფიქრობს? ძალიან ენატრებით ძვირფასებო. ძალიან ენატრებით. ამაზე ფიქრობს ის, თქვენს მონატრებაზე. მისი აზრით თქვენც გენატრებათ ეს ადამიანი, ანუ აქედან გამომდინარე, ალბათ ამ მომენტში არ ემყოფება თქვენს გვერდით. თუმცა ეს კითხვა არ დამისვამს, უბრალოდ ისეთი მონატრების ენერგია მოდის, ვიფიქრე, რომ შესაძლებელია არ არის თქვენს გვერდით. ის იხსენებს საუკეთესო მომენტებს თქვენთან გატარებულს, ოღონდ არის რაღაც ბარიერი ამ მომენტში და ის ამაზე ფიქრობს. კიდევ რაზე ფიქრობს? თქვენი გზაზე ფიქრობს, ძვირფასებო. თქვენი ადამიანი ფიქრობს გზაზე. რომ
მოულოდნელად, ასე ვთქვათ, გაგახაროთ. კარგით. ლოგიკურად მოსდევს არკანს კითხვა, რას იმოქმედებს. მოდით დროს მივათითოთ. ნახოთ ესე. 2 თვის განმავლობაში რას იმოქმედებს თქვენი ადამიანი თქვენს მიმართ. მართლაც იმოქმედებს ძვირფასებო. ეს არის კვერთხების პაჟი, რაც მართლა არის საწყისი სიახლე, დავუშვათ მოსვლა თუ უნდა თქვენთან ნაბიჯის გადმოდგამს ამ ნაბიჯს. ის ძალიან ბევრს ფიქრობს ამაზე. მუდმივად ფიქრობს თქვენსკენ მომავალ გზებზე. კიდევ დიახ, განსაკუთრებით თუ ის არის სხვა ქვეყანაში. ძვირფასებო, იმიტომ რომ აქ ამოვიდა ესეთი არკანები, რაც მიუთითებს სხვა ქალაქს, ან სხვა ქვეყანას. თუ იმავე ქალაქში ის არ ცხოვრობს, სადაც თქვენ, მაშინ დიდი ალბათობით ის ფიქრობს და გეგმავს თქვენთან მოულოდნელ ვიზიტზე. რას იმოქმედებს რეალურად. თქვენ ხართ ძალიან შორს, ასე აჩვენებს ძვირფასებო, ამით ის ძალიან დაიღალა, ძალიან ბევრს განიცდის. ადამიანი ილუზიებშია, შეიძლება მას ვიღაცა ან არაერთი ადამიანი თქვენ გარშემოყავს და ყველა რაღაც თავის აზრს, თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას აღწერს და ამასთან დაკავშირებით ის არის ილუზიებში, არ სურს დაუშვათ იმათი მაგალითებით ცხოვრება და ამიტომ იკეტება საკუთარ თავში, რათა იპოვოს გზა, იპოვოს გამოსავალი. და იპოვის ამ გზას თქვენსკენ მომავალს ის იპოვის. ძვირფასებო არაჩვეულებრივი არკანი ამოვიდა. ესე იგი, აქ არის ასეთი რაღაცა, რომ თქვენზე ის ოცნებობს. თქვენ სადღაც ის გხედავთ, რომც არ იყოთ მის გვერდით. შეიძლება სოციალურ ქსელებში, შესაძლებელია ფოტოებია, თქვენი ვიდეოები ან ესმის უბრალოდ თქვენზე ამბები მას, იმ შემთხვევაში თუ შორს ხართ მანძილით, მას ეს ყველაფერი იმდენად აღაგზნებს, ოღონდ კარგი გაგებით ეს სიტყვა, ესე იგი კიდევაც ეჭვიანობს, კიდევაც ენერგია ემატება და იღებს გადაწყვეტილებას ეს ადამიანი იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს თქვენთან. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამ მომენტში მისგან შორს ხართ და არ ამჟღავნებთ არავითარ ინტერესს მის მიმართ. ამ არკანების მიხედვით თქვენ არ აქტიურობთ. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი აპირებს თქვენს გვერდით ყოფნას. ყველა არკანი ძვირფასებო შეხედეთ ამაზე მიუთითებს. ეს არის პენტაკლების რაინდი. ფაქტიურად ნაბიჯი გადმოდგმული აქვს, ადამიანი გზაზეა, თუ თქვენ მისგან შორს იმყოფებით, იმისათვის, რათა იყოს თქვენთან და ის არ მოდის ცარიელი ხელებით. შეხედეთ. მას მაქვს თქვენთან დოვლათი. ძვირფასებო ძალიან მიხარია, მამაკაცი ასეთი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ცარიელი ხელებით არ უნდა მივიდეს საყვარელ ქალთან. და რა ვიცი, ამაზე მეტი რა დავამატოთ, ძვირფასებო შეხედეთ რა მოგივიდათ. ეს არის მზე. ეს არის ბედნიერება წყვილში, რასაკვირველია. ეს არის სრული კმაყოფილება და სიხარული ურთიერთობაში. მე გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, წინსვლას ცხოვრებაში და შეგიძლიათ პირად ტარო კონსულტაციაზე მომართოთ, მომწეროთ აქ ან მითითებულ ნომერზე, რომელსაც მივათითებ, ვინც YouTube-ზე მადევნებთ თვალყურს. შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში.